აი მორჩი რა გეხვეწები რა საერთოდ არ მე ჟურნალისტი რა ვინც გინდა ის იყავი ადგილზე შეუმჩნევდნენ ბუდაპეშტის ქუჩის 50-ის მიმდებარე ქუჩაში, როდესაც მივედით მათთან მიუახლოვდით, აღმოჩნდა პირებს გავაცემთ ჩვენი ვინაობა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ გვქონდა ინფორმაცია მათი ვიზუალური მდგომარეობის და ყველანაირად ვინ შეიძლება ყოფილიყო. აქედან ცხელის დროს, როგორც მახსოვს, შუაში გვეჭდა უკანა სავარცაზე მარცხნიდან მევიჯექი, მარჯვნიდან ჩემი თანამშრომელი, დავიწყეთ შრეკა და ფუთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან მე პირადად მოვახდინე ამოღება ეს იყო ეჯიარის საფრთხე და თან სამი ცალი მოციქარო წერილობებში განთავსებული ნივთიერება. Ну, анастасия зарჯობის ინტერესი განმარტა და რა ის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ასვრის პოზიცია ახლა და არის შორსა და ჩვენ გვეშერო მოსპეცულობს იმიტომ რომ მან და მინიმუმ მოსწრება ასოციაციას იქნას და ის არის ერთ-ერთი ის ვის გადაც სამოძიში გამძივარდა ცივი ზინოქნეს მიმართ ასახავს მოსპეცულობა და რაიმსა როგორც სიამბოს ამიტომ ანასტასიას ინტერესი და სწორედ ამიტომ სვამს ანასტასიას მის შეხებას ეხება სეპატროშო ამბობს რომ შემოერია მოწიობა მარტოა და სოფრომაზე ეხიო ანასტასია გოიცის უთითო მანდაჭი და ამიტომ საფუძვლებს მასთან გამოძიება და სწავლე Moralni status იქნება ის რომ მე მასთან რაიმე კონკრეტია მქონდა მე ისე ვასრულობდი ზალდო მაგრამ მე ამ Вы же сказали, что он участвовал во время моего задержания. Он участвовал во время моего задержания. Он видел меня в полицейском управлении и присутствовал при незаконном еще одном допросе, так сказать. Разговаривали его через загородочи, описал полицию загородовочи. Да, и он вот смотрит, через него дорогой выдали допросе. Это непосредственно, когда мы находились в здании полиции. Да, непосредственно. Он в вашем задержании не участвовал? Участвовал. А он это делал? ამ წერილს რომ დამეგობრებო ეს მოწმეები ყოველდღე ჩამოყალიბეს მე დავემუქრე თუ მე ვიყავი შენს რაიმსაც თუ იმედაებდა ჩამოყალიბეს ბატონო ირაკ რამდენიმე შეკითხვას დავუშვათ თქვენ როგორც ახლა ანასტასიამ განაცხადა თქვენ იღებდით მის პირად შრეკაში მონაწილეობას ხელს მიმიშლით ჟურნალისტი ვარ და ხელს შეშლა ისჯება კანონით ჟურნალისტის აუ რა რატო არ მაძლევთ უფლებას რომ ადამიანს დაუსვა კითხვა
ბატონო ირაკლი. ისმენთ. თქვენ მიიღეთ მონაწილეობა. არ დაეჯახო ნელა, არ დაეჯახო. კინას პირად ჩხრეკაში. ის ასევე საუბრობს სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე. ხელს ნუ მირწყავთ და კითხვებს უპასუხეთ. სექსუალური ხასიათის შევიწროების შემსწრე იყავით თუ არა? თქვენ რატო დგებით კარებში და რატო არ მაძლევს საშუალებას, რომ ადამიანს დაუსვათ? ადამიანები ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ძალიან თქვენ ხართ პირადი შხრეკის მონაწილე. ამ შემთხვევაში არ დაეჯახო ფრთხილად. თქვენ იზრუნეთ თქვენ თავზე და კითხვებს გაეცათ. აი ცოტა შორ დისტანცია დაიკავეთ, არ ხას მაქვს. მოკიდებ და დისტანცია დაიკავე, ხა არ მაქვს სულ. არ დაეჯახო. რატომ არ მოხდა ვიდეო გადაღება შხრეკის? აი, ეს უკვე ჩემი პირადი სივრცეა. ბუნებრივია ნამდვილად მიმაჩნია ამ დაკითხვის შემდეგ რომ მოწმე ბატონი ირაკლი მუხათგვერდელი იტყუებოდა არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი დაცვის ჯგუფებისგან მაქვს განსხვავებული ინფორმაცია მისი როლის შესახებ ამ საქმეში ჩვენ ვიცით რომ იგი მონაწილეობდა ანასტასია ზინოკინას დაკავებაშიც და მონაწილეობას იღებდა იმ კანონქმედებებში რომელიც განხორციელდა დაკავების ადგილზე მანქანაში ჩასმას რეალურად ჰქონდა ერთადერთი მიზანი პოლიციელებს უნდა ჩაედოთ ნარკოტიკი და ისინი მოიფარნენ იქვე არსებულ კამერებს კამერებთან დაკავშირებით უნდა ითქვას რომ მტკიცებულება და ფალსიფიკაციის და უკანონო დაკავების ფაქტი დააფიქსირა ადგილზე არსებულმა ვიდეოკამერამ, თუმცა ამ ვიდეოკამერიდან მასალების გამოთხოვა არ მოხდა გამოძიების მიერ, ხოლო როცა დაცვის მხარემ უკვე სასამართლოში მოითხოვა ამ მტკიცებულებების გამოთხოვა სასამართლოში და საქმის მტკიცებულება დართვა, სასამართლომ სამწუხაროდ ამის საშუალება დაცვის მხარესაც არ მისცა და ეს ეპიზოდი, რომელიც ძალიან ბუნდოვან მომენტს შეიცავს, დატოვა მხოლოდ არაკეთილსინდისიერი პოლიციელების იმედზე, თუ ისინი რა სიტყვიან და მათი გადამოწმება იქნება შეუძლებელი. ანასტასია და ანტონის მიმართ დაკავების მომენტიდან პოლიციელები იქცეოდნენ შეუსაბამოდ დაწყებული დატუქსვით და ჩხუბით რატომ იმყოფებოდნენ აქციებზე, რატომ მონაწილეობდნენ აქციებში, დამთავრებული პირადი შეურაცხყოფით მათ შორის ანასტასიას მიმართ ჰქონდა ადგილი სექსუალური ხასიათის შევიწროებასაც კი. ნუ მუქარებზე ხო საუბარი ზედმეტია. სწორედ ამ ფაქტებზე საუბრობდა ანასტასია და სწორედ ამ ფაქტებთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ დროს როგორც მინიმუმ იქ იმყოფებოდა ირაკლი მუხათგვერდელიც და უფრო სავარაუდოა და მან დარწმუნებით თქვა ეს ფაქტი აღნიშნა ანასტასიამ რომ მათ შორის ბატონი ირაკლიც მონაწილეობდა ამ უკანონო ქმედებაში დაკავებულების მიმართ. სასამართლოს რაც შეეხება სასამართლოს დაკავშირებით უნდა ითქვას რომ ყველა დაკითხვის დროს და ყველა პროცესზე ცხადზე ხდება ის რომ მოსამართლეს აქვს ჩაბარებული მხოლოდ განაჩენი და არა მართლმსაჯულების პროცესი, არა სასამართლო პროცესი, იმიტომ რომ მაგალითად დღეს მან მოწმე გაანთავისუფლა ისე რომ ბრალდებულებს არ მისცა კითხვების დასმის შესაძლებლობა და უფრო მეტიც ჩემთვის აქამდე გაუგებარი პროცედურა მოიფიქრა და თქვა რომ თუ გვინდა რომ მოწმე დავკითხოთ, კითხვები წინასწარ მითხარითო რომ დავადგინო არის თუ არა შესაბამისი საქმისთანო პროკურორის ნამდასწრებით თუ ანუ რაც არის. ხელმეორედ მოუწევს მოსვლა იმის გამო რომ მოსამართლემ იმედი მაქვს რომ მიხვდა ამ დისკუსიის ბოლოს, მიუხედავად იმისა რომ უკვე მან გაანთავისუფლა მოწმე, მიხვდა ჩემი აზრით რომ ძალიან მნიშვნელოვან და ჩემი აზრით უპატიებელ შეცდომას უშვებდა იმ თვალსაზრისით რომ არ შეიძლება ერთის მხრივ დაცვის მხარეს კითხვების დასვლის საშუალება არ მისცე და ამავდროულად არ შეიძლება დაცვის მხარეს მოსთხოვო რომ სანამ მოწმეს კითხავ კითხვას ჯერ მე და პროკურორს გაგვაგებინა რა კითხვა არის ეს ეწინააღმდეგება ყველანაირ ძირეულ და საბაზისო პრინციპებს სამართალ წარმოებისა.